ეხლა ამ დაფას ჩაგარტყავ თავში. აი, რა მოგივი. საქართველოს ბანკი, რაღაც ადრე აღჩანდა, ხო? YouTuber-ებთან. ძალიან გემრიელი. ესე ჩავერთი, როგორ აღარ მაინტერესებს. და ასევე Instagram გვერდიც აქვს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მივუთითებ ქვემოთ აღწერაში და წამიური ლინკები იქნება გვერდზე. 30 ლინკები ვიდეო არ გადაახვიოთ და ბოლოში აუცილებლად იხილავთ თუ ვინ გვეყოლება სტუმარი. რას აკეთებთ დღეს? დღეს შენთვის ექსკლუზიურად მოვამზადებთ ახალ დაფას. ახალ დაფას. რომელიც ძირითადი კერძი იქნება ზუთხი. აჰა, ძირითადი კერძი იქნება დღეს ზუთხი და ზუთხის დაფა იქნება, ხო? ზუთხის დაფა იქნება. და соусებიდან მოკლედ ყველაფერი, ხო? აი, ესე იგი, მეგობრებო, ნახეთ, აი ეს მინდოდა ზუსტად კონტენტისთვის გამეკეთებინა, რომ მსგავსი ტიპის კონტენტი, ხო, ჩემი აზრით, ბევრს ანუ არ აქვს გაკეთებული. აი, მინდა რომ დააწეროთ კომენტარებში, თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის კონტენტი და აუცილებლად გავაგრძელებ. ვესტუმრები სხვადასხვა რესტორნებს, სხვადასხვა შეფებს და ჩავწერ და მოკლედ რა, ანუ ძირითადად არ ჩანან ხოლმე შეფები და მინდა რომ შეფების გამოჩნდეს, იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ თავმდაბალი ტიპები არიან რა. რატო არ ჩანან შეფები, სულ რესტორნები ჩანან. რაც თავარი ეს არ არის რეკლამა, ეს არის, რა ვიცი, უბრალოდ მოვედი, შევუთავხდი ხალხს და მოკლედ მოვედი და წერ ამ ყველაფერს. ამას ვაკეთებ თქვენთვის. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარი თუ როგორ მოგწონთ ეს მსგავსი ტიპის კონტენტი. რა არის შეკვეთა? ლუკა რა არის? შეკვეთა შემოგივიდა? დიახ. რა შეკვეთა? ამ წუთას ბარაბულკა გვაქვს. ბარაბულკა, აჰა, გასაგებია. ანუ ძირითადად მუშაობთ თევზეულზე, ხო, ზღვის პროდუქტებზე, ხო? კი, ჩვენს რესტორანში მხოლოდ ზღვის პროდუქტებს შევხვდებით. სხვა ხორცი პროდუქტები ჩვენ არ გვაქვს. ძირითადად ანუ კონცეფცია არის ძირითადად ზღვის პროდუქტებზე. ეს ჩამოგაქვთ, ხო? ანუ ბათუმიდან მე როგორც ვიცი, ბათუმიდან ჩამოდის ფრეშია, ანუ არანაირი გაყენული არ არის. მე თვითონ თავად ამაში დავწუნდი, რომ არ არის გაყენული და არის ყველაფერი ფრეში, ანუ ახალი და აი ამიტომ დამაინტერესდა მოკლედ ამ რესტორანს და სხვათა შორის მოვეწონე ძალიან ინტერიერი. აი ვიდეოს კადრებში ნახავთ. ციხის ძირში. აი ციხის ძირთან ასოცირდება ჩემთვის და აი ზუსტად გამოიწვია ინტერესი ამ რესტორანმა ბარბატუსმა ჩემში. შეკვეთა ხო გიშლი ხელს შეკვეთაში? არა. ჯერჯერობით არა. ხო, ოკეი. აი, აკეთებენ ხო შეკვეთას? ხო, ეგ არის თავი. რამდენი ხანია რაც ამ რესტორნის სარესტორნო სფეროში ხარ? 10 წელია, რაც სარესტორნო სფეროში ვარ. ზარეულის პოზიციიდან დაიწყე სავალ დამხმარე, რამ გადაგაწყვეტინა საერთოდ? ვფიქრობ, რომ რატომღაც სრულიად ჩემი არის ეს. სამზარეულო, ხო? კი, პირველივე ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ზარეული ყოფილიყო. ისე რა არის, იცი, აი ბევრი ლაპარაკობს სხვათა შორის, რომ აი რაღაც აი ბავშვობიდან ბებოს გაუკეთე ეს და აი ბავშვობიდან გამომდიოდა და მოკლედ, ჩემი აზრით ეს არის რაღაც აი მოგონილი ისტორიები ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ უბრალოდ თუ მოგწონს რაღაცის კეთება, ხომ? აი მაგალითად, ჩემ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი სამზარეულოს და ვაფშე არც გაკეთება არ ვიცოდი. უბრალოდ გადავწყვიტე ჩავაბარე აკადემიაში, დავიწყე სწავლა და რა ვიცი, ნელ-ნელა მივყევი და მოკლედ სადაც გავჩერდი, გავჩერდი და ამჟამადაც რაღაცებს ვაკეთებ ისევ ამ სფეროში. აკადემიაში სწავლა. აკადემიაში, კულინარ აკადემიაში. ბენდუფიძის აკადემიაში სწავლობდი. კაციტაშვილი, მაია კაციტაშვილი. კაციაშვილი. კაციაშვილი. მოკლედ სახელი და გვარი ჩემთვის მაია კაციაშვილი არის ჩემი დედამთილი. დედამთილია? მართლა? კი. ხადო, მართლა. ხო, მაია ხო, გავაწერ მაია ბოდიში. ხო, აი ხო გეგონა თუ არაფერი გამომივიდა და აი თუ არ გამომივიდა. არა, მახსოვს რომ არაფერი არ გამომდიოდა გეუნება თვითონაც იცი აი კიდე თავიდანვე ვთქვი რომ საერთოდ არ ჩავაბარებთ. ესე იგი აი ნოლი ვიყავი საერთოდ და აი რასაც ვაკეთებდი არაფერი არ გამომდიოდა და აი ერთხელ მახსოვს რაღაც გავფილეთ ერთი სიტყვით მე მგონი იყო კალმახი და გვითხრა ქალბატონო მაიამ რომ აი მოკლედ კალმახი
გაფილე და შეწვით რა. და მოკლედ, აი ამ ხელა გამოვიდა ზუსტად, რაც არიელი ასე ვთქვა, კანი გამომივიდა რა. ხო და, რა ვიცი, ეს სიტყვით. ძალიან აი ეს მოკლედ მოულოდნელად შევხვდი ქალბატონ მაიას ძალს. აჰა, გასაგები. რა თქმა უნდა გეცოდინება მაშინ ყველაფერი. ლოგიკურია. ძალიან საინტერესო. გადაეცდა უცილებლად ქალბატონ მაიას, რომ ვიყავი თქვენი სტუმარი. ჩემი სტუმარი. ეხლა დღეს ახალ კერძს გვთავაზობთ, ხო? კი, დღესაც ახალი კერძი გვექნება. აჰა, და დღეს გვექნება სუთხის დაფა, ხო, როგორც მითხარი. აი მაშინ ეხლა მე ველოდები სტუმარს, აი ამ სტუმარს მოკლედ ნახავთ ვინ იქნება და დარჩით ჩვენთან აუცილებლად. აქვე მივუთითებ ცირას სოციალურ ქსელს და აუცილებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ, გამოიწეროთ და გაგიჩნდებათ ინტერესი, შეგიძლიათ ვისწეროთ და დაგეხმარებათ მოკლედ. აი მაშინ ცირა მოკლედ დავждებით ახლა ჩვენ და დაგელოდებით შენ შეგ. ეს ყველა უხდება? ეს ყველა соуსი უხდება თევზ? კი. თუ რამე ქინძმარის соуსია, ეს მექსიკურია, რომელიც ზღვის პროდუქტებს, კალმარებს და არვახებს უხდება და sweet chili კრევეტებთან მიდიალოდება. კრევეტებთან? ეგრევე არაზოს არ მიჭამია. კრევეტი პირდაპირ, ანუ ამოვიდნებ. გაფწნა უნდა? ხო, ხელთეთმანეთი შეიძლება, ხო, რომ არ დავისვაროთ, ხო. და გაბა შუნზი როგორ ხარ? მოგესალმები. მადლობა რომ დამპატიჟე გადაცემაში. აუ, გაიხარე, მადლობა შენ რომ ფიარაც ისაჭველად. სხვადასხვის მე ვესაუბრე. სანამ შენ მოხვიდოდი, შევს ვესაუბრე რა. ხო. და ეს არის დღევანდელი, ანუ როგორც სპეშალი რა, ანუ ვარხვა ჩვენ და ანუ აწი უკვე ჩაიშვება მენიუში, ამათ მენიუში, ახლა იმას დავამატებ, რომ ეს არ არის რეკლამა, უბრალოდ მოვედით დავპატიჟეს, მოვედით და ვაგემოვეთ. მადლობა შენ რომ მოხვედი რა. ერიქით მადლობა რომ მომიწვიე და დიდი სიამოვნები დავაგემოვნე. ესე იგი, მოდი დავიწყოთ ესე იგი რა. აქ რასაც ხედავ. შენ როგორც შეფმა ამიხსენი ხარ, რაც რა უნდა მივატანო და რაღაც. აქ არის კალმარის ბოლები. ხო. პანირებაში ამოვლებული და შემწვარი. აბა აქ რა ხდება? მოდი ნახოთ. მოდი соуსი ავიღოთ. ცოტა შემეწოდა. უბრალოდ გემრიელია. მაგრამ ამ соусთან კომბინაციაში თვითონ მოგწონს კომბინაცია? კომბინაცია ზოგადად ვაფეხა აღას არ მომეწონა. ვაფეხა არ მოგეწონა? ის კი არა მომზადებული და არა, ხო, მივხვდი. მე მომწონს. ამ შეტყობამ თავიდანვე ისე შევხედე რა. აი, ძალიან გემრიელია. პირველად ჭამე. არასდროს არ მიჭამე. მე მომეწონა სხვათა შორის. აბა კალმარი ოსი. მოდი არ გინდა რა ეს თავისუფლად შენებურად, შონზიკურად. ბატონო. მოდი აბა ამაში გავსინჯავ. პრინციპში ასე ვთქვა. კალმარია. შენთვის კალმარი უნდა იყოს ძალიან ხრაშუნა რა. შინ ხორბილია და სიხრაშუნემ უნდა გააზავოს რა. სხვათა შორის აი მოვაფეხას არ კონდა. ანუ კარგად იყო რა, მოკლედ დამუშავებული ანუ არ იყო რეზინასავით რა, ეგ მომეწონა. რეზინასავი რა იყო? რა, აი მოვაფეხას აქ თითქოს აი სადაც თითქოს უჭამე, სულ არის აი დაუმუშავებელი ანუ ხო, ან ძალიან რეზინასავით არის კი რა. საერთოდ არ იყო რეზინასავი. ანუ გემო არ მომეწონა მე რა. ვაფეხას აღარ შევჭამ არასდროს. აი ეს მასწავლე როგორ უნდა გავარჩიო. ესე იგი, მოდი, ავიღოთ. რაღაც ეს თავი უნდა მოვაწყო. ნახე, ეს მოაძრე. ჯავშანი, კი. ეს არის ჯავშანი. ხო. მე თავი შეგიძლია მოხსნა. აჰა. ეს არის ჯავშანი. ეს განთავისუფლე. ნახე, შეგვიძლია პრინციპში ან თებს ცალკე თებსზე დავდოთ. ხო. მოვიცილოთ. ეს შენი ახალი კონტენტი არის თუ რა გაკეთებ? კი, სხვათა შორის ახლა ბოლო ვიდეო რაც დავდე. ხო.
იყო ძირითადად ეს ბექსტეიჯი გადავიდე რა, ეს პაპელა გადავიდე. პაპელა. ხო, ნახო. ხო. ყოველ შემთხვევაში ნახვა ქონდა. რაღაც გადავწყვიტე რომ რაღაც ბექსტეიჯს მივყვე, მაგრამ მინდა რომ ჩემი კუთხე ჩავაქსო, ანუ სამზარეულოს მხრივ, რადგან ვინაიდან ძირითადად სამზარეულოში მუშაობდი და მინდა რომ რაღაც ესეთი კონტენტი შემოვიტანო რა, ვიზიტი რესტორნებთან. ხო. და ასე ვთქვათ გასინჯვა დაგემოვნება კერძების, ასევე შეფის ჩაწერა, და ინტერიერის გადაღება. და რეალური ჩვენი ასე ვთქვათ ანუ მამაჩემის პირადი კონკურენტი. არა. მამაჩემს მეგობრი სხვა კონტენტი აქვს, ხო? კი. და შენ წარმატებები ძმაო. მადლობა. შენ ამ წუთას რა საქმიანობ, რა საკეთებ? მე ხვა ჰამაკმა განვაახლეთ. სხვათა შორის უყურე. ეხლა ბოლო YouTube-ები კონტენტს ვაწვევით რა. ხო, და სპონსორი ყავთ საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი, რაღაც ადრე აღჭარდა, ხო? YouTube-ერთან. ხო, ესე გენერალურად მე მგონი არ ყოფილი არავის. ხო, რაღაც ამ ბოლო დროს შევნიშნე. და ყავადბურთსაც და ფეხბურთსაც ეგენი აფინანსებდა და მეგობრებო აგო იმას დავამატებ რომ ეს მოუხდება მოუც უბრალოდ აი რადგან საჭესთან ვარ ვერ დავშტები რა თქმა უნდა და შესაბამისად ზეროს ვიყენებ ერთ-ერთ სასმელს სხვათა შორის არაყის არ მოუხდება არაყის მოუხდება მაგრამ უფრო მე აი გუსთან უფრო მოწონს ეს კომბინაცია არაყის მოუხდება აი რაღაც ეს ადგილი ჩემთვის ასოცირდება ციხისძირთან რა რაღაც ციხისძირის დაახლოებით თუ შეხედავ ხო აი როგორი პროდუქტები ღია სამზარეულო შოუ-კიჩენი და ესე ეძახიან და ძალიან უყვარს შოუ-კიჩენი არდიაურა რა ასე არ გადავიდეთ ხავარკერძზე როგორც თქვენი თქვით ცალკე მე როგორც ვიცი გაქვს ცალკე ხარ ერთ-ერთი რესტორნის ხო საშაურმის ბრენდ ამბასადორი ხარ ოლდენბურგის შაურმის ხო მაგარი გამერელი შაურმა გო მე მოდი ჩვენთან სტუდენტები გესტუმრებით გადაიღე კაი მოდი ამას კი აუცილებლად კი ლიმნის წვენს მადლობა გაიხარე ამ დაუჭრი კადმობებ აი ეს კანიანად იჭმევა? კი აბა აუ მე ძალიან მიყვარს ზუთხი სიმართლე რომ ვთქვა ესე გადავიყოთ ზუთხი ესე იგი როგორც გითხრა ჩვენმა შეფმა უნდა მივირთვათო ხო კინზმარის соусთანო და მოდის კინზმარის соус ცალკე გავსინჯავ აუ მე ვაპატიეთ რა მამა პაპურად არ შემიძლია ჩანგრით და ასე ამიტომ ეს ძალიან გემრიელია აბა ამ соусთან ეხლა აი ამას ფულსაც მივატანდი ისე აუ მაგრა უხდება ძალიან გემრიელია მართლა კინზმარის соуსი ძალიან მოხდა კინზმარს აქვს გაკეთებული აი როგორც პესტოსავით არის თითქმის პესტოს კონსისტენცია აქვს და ნიგოზია სავარაუდოდ და ცოტა სიცხარეცა აქვს ხო? კი აუ ძალიან გემრიელია შენ აღარ მუშაობ სამზარეულო სფეროში? ამკეთებ, ანუ ვიღებ, ასე ვთქვათ, შეკვეთებს, ვაწყობ სამზარეულოებს. მენიუებს კალკულაციებს და ესე ყოველ შემთხვევაში ცალკე ეს მაქვს და ცალკე ეხლა ეს დავიწყე, YouTube-ი დავიწყე. ცალკე პატარ-პატარა კომპანიებს უკეთებ, ასე ვთქვათ, რეკლამას, როგორც კონტენტ კრეატორი. ისე მუშაობ და ესე რა თავისუფალი გრაფიკით ვარ ერთი სიტყვით რა და ეს YouTube გადავწყვიტე იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა ამის კეთება რა. ხო, მახსოვს ადრეს ხო შევოდი მაშინ. ადრე კულინარიული არხი მქონდა მეგობრებო და ნუ მოკლედ ძირითადად იყო ფუდბლოგი რა და რაც თავი დავალებე მოკლედ სამზარეულო და გამომდინარე. იმიტომ რომ ძალიან შეუმატებადი სფეროა რა. მე და სოსო მეგობრებო ერთმანეთს გავიცადით. ეკლესიაში. აუ ჩვენი გაცნობის ისტორიაც მოვყვეთ. ბარბულკა გადაიღე? კი, მე ბარბულკა გავსვი. კი.
ისე ჩავერთი როგორ აღარ მაინტერესებს. აი მართლა კაია. ზაგემრიელი ზუთხი საოცრება. ძალიან კაი დაფაა მოკლედ რა. ანუ ჩვენ დაცვობის ისტორიას 3-4 კაცი ნავას აი 4 კაცის ის არის დაფა ხო ეს დამოვიწა რომ 4 კაცის დაფა ეს და სხვათა შორის რა ვიცი მე მგონი მოყრილია რა მე რო წარმოიდგინე მე რო გავძღები თევზით მოყრილია რასაც ქვია რა და ამას მოუხდება ჩემი აზრით ან ლუდი ან მართლა არაყი ჭაჭა რა და აი გარემოც ისეთია რაც ტროპიკული გარემოა რა ძალიან სწორსაკოფნა რა მართლა კაი გარემოა კოსტავაზე ხარ იმაში ხო ციხიზეში რა დაახლოებით ეგეთი ადგილია აი ოაზისი კეიფობენ აი ადგილია მართლა ხო ჩვენ გავიცანით ერთმანეთი ეკლესიაში პეკინზე კვირიკე და ეგვიპტეს ტაძარში სტიქაროზნები ვიყავით შენ ამჟამად ისე ხო დადიხარ მე დავითნე ხარ კი კაია მე ხარია მე სამწუხაროდ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი ღომში ვარ და ფიზიკურად ვერ ვარ მამაბას თუ გიყურებ დაურებ ეს მამაბას ხო რაიმე რჩევა მომეც ისეთი რომ რაღაც მეც სწორედ წავიყვანო კონტენტი რა შენ რას მოვრჩევ შენი რჩევიდან გამომდინარე შენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა მე ერთი ის ვიცი რომ არ უნდა ჩავაგდო ასე თქვა ყოველდღიურად აქტიურად უნდა ვიყო YouTube-ზე რომ ასე თქვა აუდიტორიას დავენახო და ვიყო მათთან ერთგული და აქტიური კიდევ რას დაამატებს რა რჩევას ჩემი აზრით ყველაზე საوارი რომ იყო უშუალო რა უბრალო ხო რა აი უბრალო და რაც გევასება ის გააკეთო ოღონდ ფეხებზე არ უნდა დაიყიდო ეხლა რა პროფესიონალურად უნდა მიუდგო მაგას რაღაც არ უნდა მიაფუჭიჭო და გამოგივა ყველაფერი რა აუცილებლად გამოგივა და მე აი მაგრამ რომ წარმატებულიო გახდები და რაღაცა მაშინ მაგ დროსაც უშუალო უნდა დარჩი რაც ვინც ხარ ეხლა ეს ხვა ეგეთი უნდა იყოს თავში არ ამივარდეს მოკლედ ხო რა აუ კალმანო გასწო აუ ისე ვარ თუკო გართულები რომ მარტო ჭამთ ძალიან გამრიელი ძალიან კაი მართლა კარგია რა ანუ ვაუ მე ბარაბულკასაც გავსინჯავ ამონი მე ზოგადად არ მიყვარს თევზის აი ზუბეურ მაიცის მაგალითად აი გარჩევა პირდაპირ რა ხო თან მაგარი გამღლელი არის გარჩევა ო რა გემია მაგარი დაფა ძალიან აუ ეს აი ამ წამიდან ჩაიშვება მენიუში და აუც ყველას გირჩევთ ერთი სიტყვით. ესა ჩვენი პირადი აზრია, არ არის აქ რეკლამა არაფერი. ფასი? ფასი ჯერჯერობით არ ვიცი და ერთი სიტყვით. რა რესტორან ბარბატუსის ლინკს აუცილებლად მიუთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში და შეგიძლიათ მისწეროთ, დაეკონტაქტოთ და მომბრძანდეთ და დაგემოვნოთ ეს დაფა და ასევე ძალიან დიდი მენიუ აქვს და შეგიძლიათ მისწეროთ მათ. შონზე. ოუ. მაგავართე ჭამაში. მეც მასე ვარ და აი ყველაფერი გადამავწე. თან აქამდე სანამ მოვიდოდი ისე ვიყავი რომ აი რაღაცა ნერვიულობდი რომ მოკლედ მე წინაზე სორიც დავდე რა მყავდა ვიდეოგრაფი რა და სამწუხაროდ თავის საქმეებიდან გამომდინარე დამტოვა და ეხლა ვიღებ ამ წუთას ვიღებ სმარტფონით და იმედია კარგი გამოვა მეგობრებო და თუ ვინმეს გაუჩნდება მოკლედ ინტერესი ასე ვთქვათ სპონსორებს თანამშრომლობა შეგიძლიათ მომწერო და დამეხმაროთ ტექნიკის თემაშიც და ზოგადად არხის განვითარებაში რა მეილსაც მიუთითებ და შეგიძლიათ ინსტაგრამზეც მომწეროთ არ მოგერიდეთ ასევე რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიწეროთ ხამაკის არხიც ზედაც იცით ხამაკის არხი მაგრამ მე ჩემ პატარა ხიდან არა აი მოწოდებთ ასევე შონზოს TikTok გვერდი და ასევე Instagram გვერდიც აქვს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მიუთითებ ქვემოთ აღწერაში და ძალიან ბევრი ლინკები იქნება გვერდში ისე რა მოინტერესებს აი კონტენტი შენი აზრით აი შენი საყვარელი მოდი ესე ვიტყვი რა აი შენი საყვარელი YouTube არხი რა აი რომელი მოგწონს ერთადად საქართველოში რა ჩემი საყვარელი YouTube არხი ხო ანუ აი რა კონტენტი მოგწონს ერთადად თან შეგიძლია ამაკი მომწონს ძალიან რა თქმა უნდა არა აუ ეს ვერ ვიტყვი რა რომელიმე არხს კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ რა თქვა რა ყველა არა აღარ მადლობა ყველა სხვადასხვა კონტენტს აკეთებს და ყველა საინტერესო და კარგია უფრო ძირითადად არა აი შოუს კიდე
აი შოუს ძალიან მეოსება ეგ ბიჭი, აი ძალიან მეოსება და ისე ახლა მსგავსი მაგის ფანი ვარ რა. მსგავსის გაკეთებას ხوارც ჩო არ ვიცი, აი სტრიმი რამდენად გამოვა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიზავდი. სხვათა შორის ოქტოპუს ხონდა ხო სტრიმი ახლა გაკეთებული. ხო და დიდხნიანი. დიდხნიანი სტრიმი ხონდა ოქტოპუს, ახლა კიდევ ვიღაც იყო იუთუბერი, მოკლედ, რავი როცადო, რავი. ხო, ისევა, მაგრამ მომწონს ეგ ქუჩაში სირბილი სტრიმზე და რაღაცეებს გადავობი და ძალიან მომწონს ეგ. თან შენ როგორც ხედავ აქტიური ხარ ზოგადად და ხო, რა იუმორი. მე რატო არ აუ ნახოთ რა იმედია გავაკეთებ. აქ ჭირდება შენ ანუ ასე ვთქვათ სპონსორიც ჭირდება ხო? იმიტომ რომ ამას ძალიან ხო, რა თქმა უნდა ეხლა. რა სიტყვი მოკლედ, აი ზუსტად ერთადერთი რაც მე არ გამისინჯავს ეს არის კეფალი. კეფალი არ გამისინჯავს. უბრალოდ ისე ვარ უკვე დანაყრებული რომ რა ვიცი, აი ეს არის 4 კაცის დაფა მეგობრებო. აი ეს არის 4 კაცის დაფა და რა ვიცი, აი ნახე როგორ ჭამეთ უბრალოდ თან მაგრად მშიოდა რომ მოდი ძალიან მშიოდა ეს ვეღარ კარგ მოკლედ მოდი დავიწყო ყველა შევაფასებ და მე ერთად რა ეს რაფეხა შენ როგორ შევხმარ ანუ რეზინასავით არ უნდა იყოს ხო რეზინასავი არის არ არის რეზინასავით ანუ ეგ კარგია მაგრამ გემოთი მე არ მომეწონა ანუ ხო ზოგადად რაფეხას აღარ შევჭამ არასდროს იმიტომ რომ გემო არ მომეწონა ბარაბულკა ძალიან კაი იყო შემწვარის კარგი იყო და მომეწონა соуსის მოუხდა ზუთხი ნუ საოცრება იყო თვითონ ცალკე და ამ соуსთან ერთად რავი 100 ქულა იმენა 100 ქულა ძალიან მაგარი იყო კალმარი თლიანად შევჭამე აგერ ხე კრევეტებიც კარგი იყო საერთო ჯამში მაგრად გაერთოვით თუ ამას შეუკვეთავ და თან დანაყრებულების დარჩებით მადლობა ვარბატუს მაგარი აი ერთი იმას დავამატებ მართლა იდეალურია ყველაფერი აი უბრალოდ 4 კაცი ამას ფიზიკურად აი უბრალოდ როგორ თან ლუც თუ სვავ თან ესეთი დაფა წარმოიდგინე რა ну რა ვიცი იდეალურია იგივეს ვიტყვი მე ეს თითქმის კეფასაც გავსინჯავ რომ შემდეგ არ ჩაითვალოს რომ კეფალი რატო არ გასინჯეთო და მოდი ხელით გავსინჯავ პირდაპირ вот აი ისეთი საჭმელია რომ აი ჯიგრული საჭმელია მართლა რა ხელი ამასთან გავსინჯა ცალკე ისე არ მინდა ვიღაცა მიფიქროს რომ ყველაფერზე კარგს ამობენა არა გებრიელია ეხლა რავი ყველა მოვიგონებ რაღაცას ხوار მოვიგონებ თვითონ მოვიდნენ და შეამოწმონ თუ არ ჯერშენ და დაწერეთ მე კომენტარებში როგორ მოგეწონათ მართალი ვიყავით თუ არ ვიყავით მართალი და აღვ იმას დავამატებ რომ აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი მოგწონთ თუ არა მსგავსი კონტენტი და აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს კონტენტს მოკლედ კაია რა რეკომენდირებულია ჩემგან ზრაო ძალიან მაგარია მართლა გამოიწერეთ სოსოს არხი 10000 გამოწერზე უცებ ავიყვანოთ თუ არ ხარ უკვე არა ჯერ ვარ 1000 ოკეი კაი სოსო ავიყვანოთ აუცილებლად 10000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე мотивация მივცეთ გააგზავნებთ ამ კონტენტს და კარგად იქნება ყველაფერი კიდევ ერთხელ მადლობა შენს ბაო რომ მომიწვიე და მადლობა ბარბატუს კიდე ამ გემრიელესი დაფისთვის აკი მეგობრებო იმას დავამატებ რომ არ დაგავიდეთ არხის გამოწერა უბრალოდ დაალაიქე დააკომენტარეთ თქვენი აზრი და რა ვიცი ჩვენ დაგემშვიდობებით რა ვიცი მე ყველაფერი მომეწონა თან უკვე საღამოა სახლშიც უნდა წავიდეთ საცობებია და მოკლედ სახლშიც გელოდებია კი ბატონო აბა კარგად მადლობა